სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კახეთში ღვინის ტური მოაწყო. სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლებმა მინისტრთან ერთად თვალში მიიღეს მონაწილეობა და ღვინის კომპანიები დაათვალიერეს. ისინი ყურძნის ჩაბარების პროცესსაც გაეცნენ. დღის ბოლოს კი ჟურნალისტები ყვარლის ედემში ქართული ღვინის პრეზენტაციას დაესწრნენ. ჩვენ ასეთი ტიპის მედიატორი განვახორციელეთ ჩვენი სხვა წინა პროექტების განმავლობაშიც, რადგან ჩვენ თვლით, რომ ყველა ეს პროექტი, რომელსაც სამინისტრო განახორციელებს, უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უნდა ქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ინფორმაცია ამ თუ იმ პროექტის შესახებ. ჩვენ გავეცანით, თუ როგორ მიმდინარეობს რთველი წელს, ასევე მონაწილეობა მივიღეთ თავად რთველის პროცესში, დავწურეთ ასევე ყურძენი. განწყობა რაც თავარია კარგი და მონაწილეობთ რთველში. რთველის პერიოდში თუ არ აჩვენებ, როგორია საქართველოში ღვინის მეურნეობა, ღვინის ინდუსტრია, როდის მოვაჩვენებ. ამიტომ საღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს მიღებებს, მართავს პრეზენტაციებს და ქართული ღვინის შესახებ ლექციებს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებისა და სომიელთა ასოციაციებისთვის. Я не первый раз оказываюсь таким дегустатором. პირველად არ ვიმყოფები ქართული ღვინის დეგუსტატორად. ძალიან მახარებს, რომ ევროპული გემოვნების ღვინოები მზადდება. პირველად 3 წლის წინ შატო მუხრანში გავსინჯე ღვინო, რომელმაც იტალიური ალპური ღვინის ხარისხი გამახსენა. აი ახლაც თეთრი ქინძმარაული ოდნავ მწვანე შეფერილობის ძალიან დახვეწილი ჯიშის. ითამაშე შენს ველზე ეს ერთია, მაგრამ როდესაც ადამიანები იტალიურ ველზე აჩვენებენ საკუთარ კლასს, ეს განსაკუთრებით საინტერესოა.